ფართო საზოგადოება ჯერ ალბათ არც იცის, აი ზეზუას და მზიას შვილი ყავს, ხო, ჩვენ ნაპოვნი, რომელიც თინეიჯერია და ზუსტად შეგვიძლია ახლა ვთქვათ მისი ბიოლოგიური ასაკი, რამდენი წლის იყო ზუსტად და ანუ რომელიც რა თქმა უნდა ათეული წლების კვლევა დაჭირდა მას სხვადასხვა ლაბორატორიებში და სხვადასხვა მეთოდოლოგიით. მაგრამ ეს თუ ვიტყვი საჩვენებს, რომ მეცნიერება შეიძლება იყოს საინტერესო ფართო საზოგადოებისთვის და ვფიქრობ, აი ეს მოაქვს ამ აღმოჩენებს, რომ გარდა იმისა, რომ ხარ საერთაშორისო სამეცნიერო სისტემაში, ასევე შეიძლება ისეთ საკითხებს შეეხო, რაც არის კაცობრიობისთვის საინტერესო. რამდენი წლის იყო? სადღაც 11 წლის იყო, უკვე როდესაც 11 წლინახევრის, როდესაც უკვე ის ცდება ბავშვურ ასაკს. ეს მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ზოგადად აი მაიმუნებში ძალიან სწრაფად ხდება დასრულის განვითარება და ელოდებოდნენ მეცნიერები, რომ აქაც ესეთი შემთხვევა იქნებოდა. ჩვენ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ უფრო ადამიანის მსგავსია ეს. ანუ უფრო გვიან ვითარდება. ანუ გვიან ვითარდება ხდება თანამედროვე და რას ნიშნავს ეს? რომ მას აქვს უფრო გრძელი ბავშვობა და ის კითხვა თქვენ რაც ვკითხეთ, რომ გავლენა ის ოჯახშია ჯერ. ანუ ყველაზე მეთხა შერჯერობით ისევ თავის მშობლებთან, სწორედ ეს მანისელის პირმშო იყო და ეს დიდი მეცნიერული ახალი აღმოჩენა. სახელი აქვს, კი არ მახსოვს. არ დაგვიქმნებია არა. ამ მესამესთვის არა და ალბათ როდესაც უფრო ფართო საზოგადოებას ამ აღმოჩენებს წარმოადგენთ. მონათლობაც ვერ შედგება. მერეს დავარქვათ. მაშინ eta როგორ იქნებოდა ის? რამე წამომიღე მამა.